თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიმ. სიტყვაი ესე, ანუ ყავთხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ, ანუ ყავთხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მის ხენეშ, რამე თუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს 12:33. არა კმაუყნა პირველნი იგი მხილებანი, არამედ სხვასაცა სიტყვასა ეტყვის შერცხვინებად მათ და, ხოლო სიტყვაი ესე ვითარი არს, არავინ თქვენგან მანო აბრალა განკურნებულთა მათ, ვითარმცა არა განკურნებულიყვნეს, არცა ვინ თქვა, თუ ბოროტ არს ეშმაკისაგან თავისუფლებაი, რამე თუ რაოდენცა ურცხვინო იყვნეს, ვერ ძალედვა ესე თქმად. ვინაიდან უკვე საქმესა მას ვერ სწაგებდეს, ხოლო მოქმედსა მისსაში ასმენდეს, ამ ხილებს, ვითარმედ უპირული არს ესე შესმენაი და სრულიად სოფთაი. ამისთვის ეტყვის ვითარმედ, ანუ ყავთხე იგი კეთილ და ესრეთ ნაყოფიცა კეთილად შეჰრაცხეთ, რამე თუ ხე ნაყოფისაგან იცნობების, არა ნაყოფი ხისაგან, დაღაცა თუ ხე არს მიზეზ ნაყოფისა, არამედ ნაყოფი ხისა საცნაურმყოფელი არს. უკვე თუ კულახე ხენიშად შეგირაცხია ნაყოფისაცა სიხენიშაღა თქუთ, თუ ძალგიც არა გაყენებ რომელ არიან საქმენი ჩემნი. ხოლო უკვე თუ საქმენი საქებელ არიან და ვერ არასგან გმობთ, ვითარ ჩემ და მოჰგმობთ, მოქმედისა ესე ვითართა საქმეთა ისა? იგინი არიან ნაყოფ და მე, ხე ვითარ ნაყოფს ააქებთ და მე შეურაცხმყოფთ. რამე თუ ვითარცა ზემო თქვა, აქაცა მოასწავებს, ვითარმედ, ვერ ხელეციფების ხესა კეთილსა ნაყოფი ხენეში გამოღებად, ვერცა ხესა ხენიშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. მათე 7:18, ხოლო ვინაიდან არა თავისათვის ისათვის ოდენ, არამედ სულისა წმიდისათვის ყოფს სიტყვასა, ამისთვის სამართლად შეჰრისხავს მათ და ეტყვის. სახარებაი, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ხელგეთიფების კეთილისა სიტყვად, რამე თუ თქვენ უკეთურნი ხართ? რამე თუ ნამეტნავისაგან გულისაპირი იტყვინ 12:34. თარგმანი, ამათ სიტყვათა მიერ გამოაჩინებსა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყვა იგი პირველი, რამე თუ აჰა ესე რა თქვენ ბოროტნიღა ხართ, ნაყოფსა კეთილსა ვერ გამოიღებთო, არცა თუ სიტყვისა კეთილისა ძალგიც თქმად, არამედ რა იგი პირველითგან ჩვეულებით გაქოს სრდილობითა მაგით ბოროტითა და მშობელთაგან უკეთურთა. იხილე უკვე სიტყვისა ამის წესიერებაი. არა თქვა თუ ვითარ ხელგეწიფების სიტყვად კეთილისა, რამე თუ ნაშობნი იქედნეთანი ხართ. რამე თუ ესე არა აყენებს კეთილისა სიტყვად გინას საქმედ, მშობელთა მედგართაგან შობაი, არამედ, ვითარ ხელგეწიფებისო კეთილისა სიტყვად, რამე თუ თქვენ უკეთურნი ხართ. ხოლო ნაშობად იქედნეთა უწოდა, რამე თუ მშობელთათვის ზუაობდეს. ამისთვის შვილებისაგან აბრაჰამისა განაშორნა იგინი და პატივისა მისგან შიშველყვნა და უჩვენა, თუ ვინ იყვნეს მშობელნი მათნი, მკვლელნი იგი წინაისწარმეთ ყველთანი, მომპოვნებელნი იგი კერპთ მსახურებისანი და მკვლელნი შვილთათვისთანი შესაწირავად ეშმაკთა, მოქმედნი იგი მოუგონებელთა მათ ბოროტთანი, მსგავსნია მათნივე. რამე თუ ნამეტნავისაგან გულისაპირი იტყვინ. აქა კვალად უჩვენებს, ვითარმედ ღმრთეებრიცნის ყოველნი დაფარულნი გულთა მათთანი, და ვითარმედ არა სიტყვათა იხოლო, არამედ ბოროტთაცა გულის რახვათა ბრალი მიეხადოს მათ. და გამოაჩინებს, ვითარმედ დაღაცა თუ თავადმან, ვითარცა ღმერთმანი იცის ყოველივე, არამედ ამას კაცნიცა შემძლებელ არიან ცნობად სიტყვათაგან ბაგეთა ისა, წესსა მას გონებისასა. ამისთვისცა ოდეს გუესმას კაცისაგან სიტყვანი ბოროტნი, ვსნობ, ვითარმედ ეგე ვითარივე არს წყაროი, ვითარი არს მისგან გამოსრული იგი ნაკადული, და უფრო ისღა გონებისა საქმე უფრო ის არს ვიდრეღა ბაგეთაი. რამე თუ ენითა, ანუ ერიდებინვის, ანუ ეშინინ, ანუ ხრცხვენინ და მცირედი აღმოთქვის, ხოლო გული დაფარულთა შინაურიდად შობს ყოველსავე ბოროტსა, უკვე თუ არა ეშინოდის ღმრთისა, და ოდეს განრავლდეს ბოროტი იგი გულისაი,
მაშინ ნამეტნავი იგი ბაგეთა მიერ გარდაეფინების. ამისთვის ცა იტყვის წახარებაი, კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. 12:35. თარგმანი, ესე იგი არს, არა ხოლო თუ ბოროტსაზე და არამედ კეთილსაცა ეგრეთვე არს, რამე თუ ვითარიცა იყოს საუნჯე, იგი ვითარივე არს მისგან მომავალი იგი. რამე თუ ამისთვის საუნჯედ უწოდა, რაითა სიმრავლე გამოაჩინოს გინა თუ კეთილისაი, გინა თუ ბოროტისაი დასცნა, ვითარმედ პირით მცირედი ნაწილი გულისაი გამოჩნდის. ამისა შემდგომად აღაორწინებს შიშსა მას და იტყვის წახარებაი, ხოლო მე გეტყვი თქვენ, ყოველი სიტყვაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამე თუ სიტყვათა შენთაგან განხმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. 12, 36, 37. თარგმანი, იხილია სამსჯავროისა მის სიმართლე. არა თუ სიტყვათაგან უცხოთაო, არამედ შენთავე სიტყვათაგან ანუ დაისაჯო, ანუ განხმართლდე. ხოლო რაი არს სიტყვაი უქმი. ყოველივე სიტყვაი ცუდი, რომლისაგან არარაი არ საქმე სახმარი. ყოველი სიტყვაი ტყუილისაი, ყოველივე სიტყვაი ძვირის სწრახვისაი, ყოველი სიტყვაი ბასრობისაი, ბნებული და მავნებელი, ესევითანი სიტყვანი ბრალისა თანამდებარია. ვინაიდან უკვე ესე ესრეთ არს, ამიერითგან ნუ იგინი არიან ზრუნვასა და საურავსა შინა, რომელთათვის ძვირის სწრახვანი ითქუმოდინ, არამედ რომელთა მიერ ითქუმოდინ, რამე თუ არა თუ ამათ უხვ სიტყვის მიცემაი, თუ რა ძვირი ვინ უზრახა, არამედ ამათ თანააც სიტყვის მიცემაი, თუ რა ძვირსა იტყოდეს. და ნამდვილე ესევნებაი არცა ხორცთა რას ერგების და სულსა დიდად ავნებს. რაოდენ იგი სხვათა შეაწუხებს, ეგოდენ მეტყველისა მის სულსა აჭირვებს და ყოველივე სიტყვაი და ყოველივე საქმე, რომლითა მოყვასა ვინ ავნებდეს, უმეტეს და უპირატეს თავსათვის ავნებს, რამე თუ რომელი ცეცხლსა დასტრკუნვიდეს, ფერხთათვის და დაიწვავს, და რომელი დეზსაც იხნიდეს, მოიწყლის. ეგრეთ არს, რომელი მოყვასათვის ავნებდეს. სწავლა იმ რაითა ვიღუაცოთ არავნებად, არცა ძვირის სწრახვად მოყვასთა, არამედ თავთათვის და განვიკითხვიდეთ. რაც უკვე ესე საცნაური ყავენ, ვითარმედ არა ესე არს ბოროტ, უკვე თუ სხვისაგან შეგვემთხვევს ჩვენჭირი რაიმე, ანუ ზღვევაი, ანუ სავნებელი, არამედ ესე არს ბოროტ, უკვე თუ სხვასა ვავნოთ. იხილეთ, რა ბამივნებაი შეემთხვია დავითს საულისაგან. ვინ უკვე დიდი იქნა და სანატრელ, ნებული იგი ანუ მავნებელი. აჰა ესე რა საულს ვხედავთ, ვითარ საწყალობელი იქნა და წარწმედილ ცხოვრებასაცათვისა და ჟამსაცა სიკვდილისასა და შემდგომად სიკვდილისა, ხოლო დავით მაშინცა სანატრელ და საქებელიყო და სათმოღმრთისა და კაცთა შორის დიდებულ, და აც სახსენებელი მისი არს უკუნისამდე. იხილე კვალად იგივე დავით სხვასა ჟამსა, ვითარ ავნორაი მოყვასა, ფრიადი ძვირი შეემთხვია, რა ჟამს ბოროტი უყო ურიას, შეიცვალა წესი იგი პირველი და შთავარდა ბევრეულთა განსაცდელთა და უკვე თუმცა არა პოვნილიყო კაცი ბრძენი და გონიერი და სინანულითა აღეხოცა ბრალითვისი, უძვირესიმცა შემთხვეულიყო სრულიადი წარწმედაი. ამის პირისა უკვე სახენი წერილთა შინა აურაცხელნი იპოებიან. ამისთვის საყვარელნო, ყოველივე გულისხმავხოთ და ვიულტოდით ამის ცოდვისაგან. ნუ ვავნებთ მოყვასთა ჩვენთან ნუცა საქმით, ნუცა სიტყვით. რამე თუ ესე რა აღმოვიკითხეთ ბრძანებაი უფლისაი, რომელსა იტყვის ვითარმედ, ყოველი სიტყვაი ცუდი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა. მათე 12:36.
უკვე თუ სიტყვისა ცუდისა სასჯელი მიგვეხადების, რა ირთქვათ ძვირის რახვათათვის და შესმენათა მოყუსისა და რაოდენისა სასჯელისა თანამდებ ვართ? რამე თუ დაღაცა თუ სიტყვა იგი ძვირის რახვისაი ჭეშმარიტ იყოს, შენ არავე გიხმს ძვირის რახვაი, რაით არა თანამდებ ბრალისა იქმნე. არა გესმისა, ვითარმეთ ფარისეველმა მან ჭეშმარიტი თქვა მეზუერისა მისთვის და რაი იგი ყოველთა მიერ საცნაურიყო, არამედ დაისაჯავე სასტიკად. ხოლო უკვე თუ ცხადთა და საცნაურთა საქმეთათვის ძვირის რახვაი უჯერო არს, რაოდენ უფრო ის ფარულთათვის და იჩვეულთა? რამე თუ შეწოდებულსა მას აქვს მსაჯული, ხოლო შენ ნუვის განიკითხავ, რომლისა ზრუნვაი არა შენ დარწმუნებულიყოს, ნუცა მოიტაცებ პატივსა მას მხოლოდ შობილისასა, მის და დამარხულ არს საყდარი განკითხვისაი. ხოლო უკვე თუ გწადის შენცა განკითხვაი, გიჩვენო განსაკითხავი ფრიად სარგებლისაი და ბრალისაგან თავისუფალი, დასვის საყდართა ზედა შინაგანისა გონებისათა განკითხველი იგი გულის სიტყვაი და შემოიხვენ შორის ყოველნი ცოდვანი შენი. განიკითხებდ მათთვის სულსა შენსა და თვალუხვავად სასჯელსა მიხდიდი და იტყოდე, თქუ შენ, სულო ჩემო, უბადრუკო და ულმობელო, რაისათვის იკადრე ამათ ესე ვითართა საქმეთა ქმნად. უკვე თუ იგი საქმეთა თვისთამხილებისაგან ილტოდის და სხვათასა ეძიებდეს, არ ქუმას შერისხვით, არა მაგათ უცხოთა საქმეთათვის გკითხავ, შენთათვის გამომეც სიტყვაი, რაისათვის ხქმენ იგი რომელიმე ცოდვაი. რაისათვის შთაღვარდი ამას რომელსა მემცვირესა. ხოლო რა ჟამს ესრეთ შეაიწრო, უკვე თუ არ არაი აქუნდეს სიტყვაი, ჰგვემდ მას ყვედრებითა და კდემითა, ვითარცა მონასა უხმარსა და განდგომილსა. ამას ესე ვითარსა განსაკითხავსა დღითი დღე განაწესებდი და შორის შემოიღებდი ხსენებასა ცეცხლისა მის უშრეთისასა, მატლისა მის წამლიანისასა, ბნელისა მის გარესკნელისასა, ტარტაროზისა მის და ხრჭენისა კბილთაისა, განვრდომისა მის პირისაგან ქრისტესისა, რომელი უმწარეს არს ყოვლისა. ამას ესე ვითარსა მარადის იწურთიდი, რაითა არღარა შეუნდო სულსა შენსა თანამზრახვალ ყოფად ეშმაკისა გულის სიტყვათა მიერ ბოროტთა, ნუცა ისმენ პასუხსა მისსა. უკვე თუ გეტყოდის, მე არ ამნებავს გარნა ეშმაკი მაიძულებს ბოროტისა წურთად, იგი მოვალს, იგი მებრძვის არ ქუმას. უკვე თუმცა შენ არა გინდა, ეშმაკსა ვერ არა იძალუც, ქრისტესა შეუმუსრავს ძალი მისი, მტერისა მახვილსა მოაკლდა სრულიად, და ქალაქნისაც თურისა მისისანი აღაოხრდეს. შეადარე ფსალმუნი 9:7. უკვე თუ კვალად გრქვას ვითარმეთ, ხორცთა თანა შეერთებულ ვარ და მათ თანა მელმის, სოფელსა შინა მკვიდრვარ, არ ქუმას, ეგე ყოველი. სიტყვაი ცუდ არს და ამაო. მას ვისმე წმიდასა არა ხორცნი ემოსნესა? იგი ვინმე მართალი არა სოფელსა ამას შინა იყოა. ვითარ იგინი წარემატნეს სათნოებითა და შენ ხმიზეზობ მიზეზთა ცოდვისათა? და შენ თვითვე მას რომელსა მე ჟამსა არა ხორცთა შინა იყავა. არა სოფელსა მკვიდრი ყავა. ვითარ მაშინ ეკრძალებოდე რაითავსა შენსა, ყოველივე ძალგედვა და აწესრეთ იტყვი? დაღაცა თუ ფრიად ელმოდის სიტყვათა ამათზე და შენ ყოვლადვე ნუულხენ, რამე თუ მორთულს წყლა იგი არა მოკუდეს, არამედ სიკვდილისაგან იხსნე. უკვე თუ თქვას, მან ვინმე განმარისხა არქო, თანაგაცვნებაი და არა განრისხებაი, უკვე თუ თქვას, პირმან მან სახნიერმან მომწყლავნებითა არ ქუმას, და რაისათვის არა გეპყრნეს თვალნიშენი კრძალულად. არ ქუმას ვითარმეთ, არა სარგებელ არიან შენ და მიზეზნი ეგე ცუდნი, რამე თუ პირველსა მასცა დედასა ევას არას ერგო სიტყვაი იგი, თუ გუელმან მაც თუნამე. დაბადება 3:13
ხოლო ოდეს ესე ვითარი ესე სამსჯავროი ახმართო, ნუმცა ვინ არს შენთანა, არამედ მხოლო იყავთ ვისაგან ადგილსა ფარულსა და ჟამსა მყუდროსა, ვითარცა ბჭენი დიდებულნი შინაგან კრეცსა ბმელისას ხდიან, ეგრეთვე შენ შევეც საუნჯესა შენსა, სენაგსა ფარულსა, და ესე ყოველი განიკითხე. ეგრეთვე კვალად მწუხრი სარეცელსა ზედა შენსა ესევე განსაკითხავი გონებასა შინა შენსა შემზადე. ამისთვის თქვა წინაის წარმეტყველმან, რა ის თქვა კულთა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ, ფსალმუნი 4:5 და კვალად იტყვის, უკვე თუმცა მოგიხსენე შენ სარეცელსა ჩემსა ზედა, ცისკარსამცა აღომსთვე და გევედრებოდე შენ. ფსალმუნი 62:7, ხოლო იგი წინაის წარმეტყველი ვითარცა იტყოდა, ეგრეთსა იქმოდა. ამისთვის წაღაღადებს, დავშვერი მე სულ თქმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე. ფსალმუნი 6:7, რამე თუ ესე ვითარსა განსაკითხავსა შეუმზადებ და სულსა თვისა დღითი დღე. უკვე თუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათვის სულსა შენსა ბრალსა მოხდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთვის იტყოდა პავლე, უკვე თუმცა თავთათვისთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. პირველი კორინთელთა მიმართ 11:31 ეგრეთ წმიდა ჰყოფდა იობ შვილთათვისთა, რამე თუ რომელი უცნაურთა ბრალთათვის შესაწირავთა შესწირვიდა, საცნაურთათვის არამცა ძლიერად განიკითხვიდა. ხოლო ჩვენ არა ესრეთ ვიქმთ, არამედ დარაივთვით სარეცელთა ზედა, მეხსეულად ანუ არაწმიდათა გულის სიტყვათა ვიწყით წურთად, ანუ ცუდთა და სოფლიოთა საქმეთა ზრუნვად. და საუნჯე თუ მცირედი გვაქვთ, წარმავალი და ამავი, დიდითა კრძალულებითა ვსცვიდით მას მპარავთაგან და ავაზაკთა, ხოლო სულსა ამას ჩვენსა საწყალობელსა, რომელი იგი მხოლო იმოცემულ არს ჩვენდა, და სხვაი ნაცვალი მისი არ არს. განვსცემთ ყოველთა მპარავთა და ავაზაკთა წარსატაცებელად, ყოველთა ბოროტთა გულის სიტყვათა ფერხისსაცემელად, გინა თუ სიძვისაი მოვიდეს, გინა თუ ანგახრებისაი, გინა თუ გემოთ მოყვარებისაი, ანუ თუ გულის წყრომისაი, ანუ შურისაი, ანუ თუ სხვაი რომელიმე ბოროტთავნებათაგანი მეხსეულად კარსა განუღებთ და შევიწყნარებთ და მათთანა იქცევინ და მათთანა ზრახავენ სული ჩვენი, ვიდრე მდის მოვიდის წილი და ძლით განაშორნის ჩვენგან, უფრო ისად არცა მაშინ განგვეშორნიან, არამედ რასა იგივი გონებდით მოვიძარენი, მათვე საქმეთა უცნებანი წილსა შინა მერეოდიან. ამისთვისცა განთენის რაი უცნებათა მათგან შეშფოთებული იგი სული მრავალგზის საქმესაცა მათ უცნებათასა შთავარდის. ოდეს მე უკვე უძლოთ უბადრუქთა ამათ ამის ნაგევისა სულთაგან ჩვენთაგან ყრად. ოდეს უძლოთ ეკალთა ამათ აღმოფხურად. ოდეს დავსთესოთ თესლი კეთილი. არა უწყია საყვარელო, რამე თუ ჟამი მკისა იმოწევნულ არს. ხოლო ჩვენ ყანობირნი ჩვენი არ გაგვითერძვა. აც უკვე მორთუიდეს მუშაკთ მთავარი იგი და სიტყვასა მიგუხდიდეს, რაიმე ვთქვათ ანუ რაიმე უგოთ. ვთქვათ თუ თესლი არავინ მოგუცა. ვთქვით, რამე თუ დღითი დღე მოგვეცემის. ვთქვათ თუ ეკალნი არავინ აღმოფხურნა. სირცხვილეულ ვიქმნეთ რამე თუ გვემხილოს, ვითარ დღითი დღე ლესვიდეს წმიდანი მისნი მანგალთა და გვაიძულებდეს მოჭრად ეკალთა ჩვენთა. უკვე თუ ვთქვათ თუ სოფლისა ზრუნვანი შეგვაშთობდეს, მრქვას, რად არა ჯვარსაც უთავი შენი სოფლისა. რად არა მოიძულე ყოველი და მე შემიყვარე. ესეღა მებრძანა შენ და რაიმე ვყოთ ძმანო. შეურვებულ ვარ.
უკვე თუ რომელმან ქანქარი იგი მიიღო და არა განამრავლა, არამედ იგივე მისცა, რომელი მიეღო და ამისთვის განვარდა შეკრული, სადა იგი არ სტირილი თვალთაი და ხრჭენა იქბილთაი, ჩვენ მე რა ვიყოთ, რომელთა მოცემულიცა იგი წარგვიგიეს და ყოვლადვე ცარიელნი ვართ. მიკვირს უკვე ვითარ არა შევიკდემთ, ვითარ არა მოვიქცევით. არა მევხედავთა სოფლისა ამის ამავებასა, სიკვდილისა უცნაურებასა, სასჯელისა მის საუკუნოისა თანამდებებასა? არა გულისხმა ყოფთა, ვითარმედ არა სათნოებაი ხოლო არს საშრომელ, არამედ ვნებანიცა უმეტესად. იგი აქა მცირედ საშრომელ არს და უკუნისამდე განსასვენებელ, ხოლო ცოდვაი აქაცა მაჭირვებელ არს მოქმედთა მისთა და მუნუკუნისამდე მტანჯველ. რაი არს უკვე ამავებაი ესე, რომელ დაუტეობთ კეთილსა და აღურჩევთ ბოროტსა? უფრო ისღა არიან სათნოებანი, რომელთა ყოვლადვე არა აქვს შრომაი. რამე თუ რაი შრომაი აქვს არა ძვირის სწრახვასა, არა ტყუილსა, არა ფიცსა. უფრო ისღა ტყუილსა და ფიცსა და ძვირის სწრახვასა აქვს ჭირი და შრომაი, არამედ ჩვენისა ვერაგობისაგან დაუტეობთ კეთილსა და ადვილსა და ვიქმთ ბოროტსა და ძნელსა, ეგრეთვე სხვანიცა იგივნებანი და ხსნილებისა ჩვენისაგან მძლე გვექმნებიან და სხვისა არ არაისაგან. აც უკვე საყვარელნო ჩემნო, ესე ყოველი გულისხმა ვყოთ და შევიკრძალნეთ თავნი ჩვენი პირველ სიკვდილისა. მოვიძულოთ ცოდვაი და შევიყვაროთ სიმართლე, მოვიძაგნეთ ვნებანი და შევიტკბნეთ სათნოებანი, რაითა მოვიღოთ ქრისტესგან მოტევებაი ცოდვათაი და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მიმთხვევად მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურთშვენის დიდებაი, პატივი და თაყვანის ცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.